წამება და არასათანადო მოპყრობა სასჯელ ხსრულების დაწესებულებებში ეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც სახალხო დამცველმა უჩენ ანუაშვილმა პარლამენტში წარადგინა. ომბუდსმენის განცხადებით უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებს გამოიძიებს. უჩენ ანუაშვილი ამბობს, რომ არსებობს კონკრეტული შემთხვევები, თუმცა მასში მონაწილე პირები ამ დრომდე არ დასჯილან. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია, რომელზეც საუბრობდით, იქნება გათვალისწინებული დასახული ამ დადგენილებაში, ისევე როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში ეს რეკომენდაციები შესრულდება და არ გვექნება სიტუაცია, როდესაც პარლამენტი იზიარებს რეკომენდაციებს და შემდგომ ის შესრულება არ ხდება შესაბამისი უწყებების მხრიდან. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის რიგი რეკომენდაციები გაიზიარა, თუმცა დადგენილება ამის შესახებ სხდომათა დარბაზში არ ყოფილა წაკითხული. სახალხო დამცველის უწყებისთვის დადგენილების გადაცემა კი დაგვიანებით მოხდა. რეკომენდაციების ნაწილი არის გაზიარებული, მაგრამ მთლიანად ტექსტი დადგენილების მე ჯერ არ მინახია, ამას გავუსვი ხაზი, მხოლოდ ეხლა რამდენიმე წუთის წინ გადმომცეს ეს დადგენილების ტექსტი. აქედან გამომდინარე, და წავიკითხო, იმიტომ რომ ტექსტი არ ყოფილა წაკითხული სესიაზე, იქ იყო რაღაც ცვლილებები, რომელიც განხორციელდა დღეს, მას შემდეგ რაც პირველი პროექტი იყო მომზადებული. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკაბესელია აცხადებს, რომ პირველად ისტორიაში რეკომენდაციები იქნა გაზიარებული და არა თაროზე შემოდებული, როგორც ეს 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. ანგარიშს, რომ ჩვენ ვეპყრობით ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით, თქვენ ეს იცით. ანგარიშისადმი ჩვენი დამოკიდებულება არის ბოლო 3 წლის განმავლობაში ისეთი, როგორიც არასოდეს არ ყოფილა პარლამენტში. სახალხო დამცველი ბევრი მიმართულებით ამბობს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მიაჩნია მას, რომ გაუმჯობეს დავითარება. რა რეაგირება მოჰყვება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და რამდენად გამოსწორდება ვითარება პენიტენციურ სისტემაში, ჯერჯერობით უცნობია.